აქტივისტების წინააღმდეგ რეპრესიები არ წყდება ამჯერად დააჯარიმეს მარია მეყანწიშვილი, რომელიც საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა. დღესვე გაიმართება 2 დღის წინ დაკავებული პირების პროცესები, დიდი ალბათობით მათ წინააღმდეგაც რეჟიმის მსახური მოსამართლეები საპატიმრო სასჯელს გამოიყენებენ. ნანო ჩაკვეტაძე გვერდდება ადგილიდან პირდაპირ ეთერში. ნანო გისმენთ. გიორგი, თბილისის საქალაქო სასამართლო დღესაც დატვირთული იქნება დემონსტრანტების პროევროპულ აქციებზე და მის მიღმა დაკავებული მშვიდობიანი დემონსტრანტების ადმინისტრაციული საქმეების განხილვებით. დავიწყოთ ბოლო ცნობებით, სულ რამდენიმე წუთის წინ მიიღო მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ სამოქალაქო აქტივისტ მარია მეყანწიშვილის საქმეებზე გადაწყვეტილება. მარია მეყანწიშვილის საქმის შემთხვევაში 2 ადმინისტრაციული საქმე იყო გაერთიანებული ერთ დიდ საქმედ. მის შემთხვევაში მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეეფარდებინა 5,000 ლარიანი ჯარიმა. მარია მეყანწიშვილს ერთი მხრივ 22 ნოემბერს პოლიციელისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდნენ, ხოლო მეორე მხრივ მას ედავებოდნენ ასევე საპროტესტო აქციაზე სახელმწიფო პროპაგანდისტული ტელეარხის პოსტივი ჟურნალისტისთვის შეურაცხყოფის მიყენებას. რაც შეეხება სხვა დემონსტრანტების სასამართლო პროცესებს, დღეს როგორც ჩანს ერთმანეთის მიყოლებით და ერთმანეთის პარალელურად გაიმართება პროევროპული აქციების დაპატიმრებული მონაწილეების სასამართლო პროცესები. ჩვენი ინფორმაციით რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, რომ 8 პირი, რომელიც გუშინ წინ რუსთაველის გამზირსა და რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, როგორც ზაჰესის, ასევე დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან უკვე გადმოიყვანეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. თურმე პოზიტივი ჟურნალისტ ნათია ანასტასია ყვარაცხელიას, როგორც არის ცნობილი, განუცხადებია 30-მდე პირთან დაკავშირებით, 30-მდე პირი მიმართავდა მას და ეძახდა მონას და მოუწოდებდნენ, რომ ის ადგილი დაეტოვებინა, სადაც უკანონო გადაღებას აწარმოებდა. მის განმარტება ასეთი იყო, რომ მე მიცნო მხოლოდ და ჩემზე გააკეთა საჩივარი, უბრალოდ რატომღაც დაცვის მხარის მტკიცებულებები უფრო წარადგინა, ვიდრე ებრალდების მხარის ანას 73 პირველი პოლიციის კანონიერი მოთხოვნის ამომორჩილებლობა და 76-ეს პირველი ნაწილი, ეს არის ესე ვთქვათ უწმაწური სიტყვების გაჟღერება საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილზე. საღაც უნდა არც ერთ მათგანს ადგილი არ ქონია. გაერთიანდა პოზიტივი ჟურნალისტზე ედავებოდნენ წვრილმან ხულიგნობას და ვითომ და შეურაცხყოფა მიაყენა ვერ დასტურდებოდა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მოწმის ჩვენებები ბირიქით გამორიცხავდა აღნიშნული მუხლის არსებობას. ჩვენს მიერ წარმოდგენილი ვიდეო მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ აღნიშნული პოლიციელი არც იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და უშუალოდ არც კი იყო მისი დამგავებელი. ცდილობენ, რომ ყველას რაღაცა დაუგროვდეს თავისი საპატიმრო кейსები, როდის გამოიყენებენ მერე ამას და რისთვის გამოიყენებენ, ეგ არ ვიცით. ისაკოდევიძე დააკავეს მულჩიანის, რომ არის ბუჩქიების სივრცე, იქ იყო ასული და ტროტუარს ეკუთვნის ის სივრცეც და რატომ დააკავეს კაცმა არ იცის. იქ აკავებენ დროშის ფრიალის გამო, რუპორის ხელში დაკავების გამო, ია და მელითაური გუშინ პროცესი იყო, ედავებოდნენ იქ რუსთაველის პროსპექტზე პოლიციის შეურაცხყოფას. ბოლოს ამოულაგეს Facebook-ის სკრინები, რაღაცა არ მოეწონათ და ჩათვალეს, რომ იმ პოსტების გამო ესე უნდა შეეკერათ და ედგათ სპექტაკლი. ბოლოს აი იმ სკრინების გამო მიესაჯათ მისთვის 4 დღე. განუკითხაობა, სრული განუკითხაობა. ყველა დემონსტრანტს, რომელთა სასამართლო პროცესები თბილისის საქალაქო სასამართლოში დღის განმავლობაში ერთმანეთის მიყოლებით გაიმართება, შინაგან საქმეთა სამინისტრო ედავება პოლიციელისთვის შეურაცხყოფის მიყენებას და პოლიციელის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას. ზუსტად იმავე საბაბით დააკავეს გუშინ მოშიმშილე სამოქალაქო აქტივისტი ისაკო დევიძე, ის დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი და მის ეტაპირებას თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესის ჩანიშვნასაც სწორედ დღეს ველოდებით უახლოეს საათებში.